ნიკოლოზ ქრისტესიაშვილი ცოლის მკვლელობას აღიარებს. 38 წლის კაცმა დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე თქვა, რომ ალინა კალოიანის მკვლელობის მომენტში ბავშვებს ეძინათ. ჩემი ცოლის ძმა უნდა მოსულიყო აღევლებულ მდგომარეობაში ვიყავი და ვერ დავხვდებოდი მას, განაცხადა ბრალდებულმა. ქრისტესიაშვილმა 25 აგვისტოს ფონიჭალაში ცოლს მძიმე დაზიანებები მიაყენა. შემდეგ კი სასიკვდილოდ დაჭრა. პროკურორის თქმით, ბრალდებულმა მტკიცებულებების განადგურებაც და მცირეწლოვანი შვილები მძინარე დატოვა და ადგილიდან მიიმალა. რამდენიმე საათის შემდეგ კი პოლიციაში თავად მივიდა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია გუშინ თავდაპირველად მთავარმა გააუწყა. რუსეთი წამების საწინააღმდეგო ევროპული კონვენციიდან გასვლას აპირებს. საერთაშორისო მედია წერს, რომ რუსეთი ამ კონვენციის ხელმომწერი მხარე ისედაც ფორმალურადაა და ოკუპანტი ქვეყნის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულები, მათ შორის უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეებსა და ჯარისკაცების წამება ბევრჯერ დადასტურდა. ზიამაღლობელი აზერბაიჯანელ და უკრაინელ ჟურნალისტებთან ერთად ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებათა პრემიის ფინალისტთა სიაშია. პრიზით სამოქალაქო სექტორის იმ წარმომადგენლებს აჯილდოვებენ, რომლებიც ადამიანის უფლებებს იცავენ ევროპასა და მის საზღვრებს გარეთ. ფრიდრიხ მერცის განცხადებით, გერმანია არ შეუერთდება დასავლელი პარტნიორების ინიციატივას პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ. რამდენიმე დასავლური ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი, ბრიტანეთი და კანადა, აპირებს, რომ გაეროს შემდეგ სხდომაზე პალესტინის სახელმწიფო აღიაროს.